მე მინდა რომ პირველ რიგში დავიწყო იქიდან, რომ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს ჩვენ ბევრი პოლიტპატიმარი ყავს საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ადამიანის საქმე, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ასევე საუბარი არის ქალპატიმრებზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით ყავთ გამოკეტილი ციხეში, ყველას გვახსოვს აბსოლუტურად რაღაც გონილი ძალადობის ბრალდებით და ელენე ხოშტარია, რომელსაც საერთოდ წელიწად ნახევარი ციხე აქვს მისჯილი მისი გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სწრაფად მიდის დამძიმებისკენ და ხედავთ ამაზე რა არის რეაგირება ამ რეჟიმის. ამიტომ ეს რეჟიმი პირველ რიგში მხარდაჭერა მინდა გამოუცხადო, როგორც ამ ორ ქალპატიმარს განსაკუთრებით მძიმე სამედიცინო პრობლემებით, ასევე ყველა პოლიტპატიმარს და უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ზოგადად მოძალადე რეჟიმი. ამიტომ ჩვენ არაფერი განსაკუთრებული მე ვფიქრობ, რომ არ გვინახავს პარლამენტში, განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით, რომ განსაკუთრებული არის რაიმე, რაც არის ამოვარდნილი, ასე ვთქვათ, ქცევის ნორმიდან, ხო, ამა თუ იმ დაჯგუფების თუ პოლიტიკური ძალის და ქართული ოცნება დიდი ხანია არის გადაქცეული მოძალადეების დაჯგუფებად, იმიტომ რომ მე სურს საზოგადოებას გავახსენე, შეიძლება აღარ ახსოვთ, როგორი მძიმე ძალადობრივი გარემო იყო წინა მოწვევის პარლამენტში. ეს იყო პირველი ამ მოწვევაში და თქვენ როცა იყავით, მაშინ უფრო ბევრიც გვინახავს. ხო, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ ოპოზიცია უფრო ისე იყო წარმოდგენილი, მოდი ასე ვთქვათ, პარლამენტში და ამიტომ წინააღმდეგობის რაღაცა გაწევა მათ შორის პარლამენტის შიგნითაც ხდებოდა, მაგრამ ძალადობა იყო ნაწილი, მე ძალიან კარგად მახსოვს, ფაქტიურად რაღაცა პოლიციური ზედამხედველობის ქვეშ გამართული სხდომები, როდესაც პარლამენტის შენობა სავსე იყო უფორმო ადამიანებით, რომლებიც საერთოდ რა ფუნქციას ასრულებდნენ, გაუგებარი იყო გარდა იმისა, რომ იხმარებოდნენ ოპოზიციის ცემაში უმრავლესობის დეპუტატებს. ნუ ახლა იქ ოლიმპიური ჩემპიონებიც ყავთ და ალბათ არ ვიცი, საზოგადოება განსაკუთრებით შოკირებული არის ტალხაძის აქციელით, რომელიც ყველანაირ ვიცი, ეთიკურ შეფასებასაც არ საჭიროებს, ხო? იმიტომ რომ მე მგონი ნებისმიერი ადამიანისთვის არის გასაგები მორალური კონოტაციები იმის, რაც მოხდა გუშინ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერია, ეს ძალადობა, რომელიც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ და რომელსაც ვხედავდით წინა პარლამენტშიც, ეს არის ასახვა იმ რეალობის, რომელშიც დღეს ცხოვრობს თითოეული საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, ზოგი უმრავლესობა ამას აცნობიერებს, მაგრამ შეიძლება კიდე არსებობს ხალხი, ვინც არ აცნობიერებს, რომ ის ცხოვრობს ძალადობის ქვეშ. რატო არის ძალადობის ქვეშ, რატო ცხოვრობს საქართველოს ყველა მოქალაქე? იმიტომ რომ მართავს ხელისუფლება, ანუ ხალხი, ვინც დღეს მართავს ქვეყანას, არ ასახავს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს, რაზე უნდა რომ მისმა ხელისუფლებამ იზრუნოს, რა უნდა რომ ამ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მისი ოჯახისთვის, მისი შვილებისთვის, მისი მომავლისთვის, ეს, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლებას არაფერში არ აინტერესებს, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ნებისმიერ ფასად ძალაუფლების შენარჩუნება და უკვე დიდი ხანია, რომ ძალადობის გარდა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის თუ ეს იქნება სამართლებრივი ძალადობა, რომელიც არის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელსაც იღებენ ცემის და არ ვიცი, მოწამვლის ძალადობის საკუთარ საზოგადოებაზე, ამის გარდა არანაირი სხვა ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, არსენალში პოლიტიკური მართვის ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს დარჩენილი და ამიტომ არის, რომ ჩვენი ქვეყანა არის აი ამ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ქალბატონ სალომე, გუშინ ჩულდება დემოკრატიული არჩევნების გზით. გუშინ გიორგი გახარიას გუნდი ამბობდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თუ დაორგანიზებული და რამდენიმე არგუმენტი მოვისმინეთ, რომ მათ შორის აი ამ პროცესს, ამ მუშტიკრივს უყურებდა შინაგან საქმეთა მინისტრიც და პრემიერი და მთელი მთავრობა სხდომათა დარბაზში და ვისაც შეეძლო ასევე რომ შეეჩერებინან, მოეწოდებინა, ეს იყო შალვა პაპუაშვილი, რომელიც ასევე პარლამენტის
თავმჯდომარის სპიკერატიდან შესქერო და უხმოთ აი ამ კადრებს, რაც ვნახეთ შემდგომ სხდომათა დარბაზიდან. და თქვენ ამბობთ, რომ თქვენ იხსენებთ, რომ თქვენი მოწვევის დროსაც, თქვენი დეპუტატობის დროსაც ბევრი ასეთი შემთხვევა გინახავთ. როდის და რატომ მიმართავს აი ამ ხერხს სხდომათა დარბაზში ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მოძალადეებს ხედავს სულ სხვაგან, მათ შორის პრემიერი ამბობდა, რომ დავსაჯეთ მოძალადეები, რომელიც სახელმწიფოს ებრძვიან და თავად გადადის ძალადობაზე. რატომ სჭირდება ქართულ ოცნებას ეს ძალა გამოიყენოს დეპუტატების წინააღმდეგ? რა მომენტში დგება ეს მომენტი მათთვის? ეს მომენტი რაღაც მომენტში კი არ დგება, ანუ ძალადობის, მათ შორის ძალადობასთან ბრძოლის ეს რაღაცა აბსურდული განაცხადი ქართული ოცნების წინამდვილეში თავისი შინაარსით, ანუ ეს რასაც ნიშნავს, არის თავად ძალადობა საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ძალადობასთან ბრძოლის ეგიდით, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში ჩაახშოს გამოხატვის თავისუფლება, ცდილობს ასე ვთქვათ, დაამყაროს ცენზურა, ცდილობს რომ შეუზღუდოს საზოგადოებას კონსტიტუციით დაცული ურთიერთობები, ეს არის ძალადობა თავისთავად, ასე რომ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, აი ეს რაღაცა ბლეფი, აბსოლუტური ტყუილი, რომელიც არის მათი ვითომ ძალადობასთან გამოცხადებული ბრძოლა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, ხო, იმით რომ ძალადობა არათუ ასე ვთქვათ, დასჯილი არ არის. თქვენ გითხეთ, რომ თქვენ თქვით, რომ არავინ არ რეაგირებდა. და ვინ უნდა რეაგირება როგორ უნდა მოახდინონ, ეს ხალხი ხო იმიტომ ძალადობდა, რეალურად რაში სჭირდებოდა, აი ამ ტალახაძეს რაში სჭირდებოდა ისედაც მრავალრიცხოვანი თავდასხმის ქვეშ მყოფ ადამიანთა მისვლა და საკუთარი აბსოლუტურად არაპროპორციული ძალის გამოყენებით მისთვის თავში ჩარტყმა. ანუ რამე იგერიებდა ვინმეს, თავს იცავდა ვინმესგან, მაგრამ აი ეს როგორც იცით, აი დანაშაულებრივ ჯგუფებში არის, ხო, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა დანაშაულში, რომ ამითი აჩვენოს საკუთარი ერთგულება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ბოსს, კრიმინალურს, დაუმტკიცოს, რომ ის არის მისი ერთგული, ასევე გასვაროს საკუთარი თავიც, რომ იყოს ამ კოლექტიური ძალადობის თუ დანაშაულის თანამონაწილე, ზუსტად ანალოგიური წესებით მოქმედებს დღეს ის ხალხი, ვინც აცხადებს, რომ არის ქვეყნის მართველი ძალა და რეალურად არის ერთ კაცს დამორჩილებული კორუმპირებული დაჯგუფება, რომელიც ერთმანეთში ინაწილებენ ეხლა ვისი ჯერია და ვინ უნდა მოიპაროს ფული და ამის ნაცვლად და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას რაიმე გამოსავალი შესთავაზონ, სრულ ჩიხში შესულ ქვეყანაში. ყველანაირი თვალსაზრისით, საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების, საზოგადოებრივი განვითარების აბსოლუტურ ჩიხში შესულ საზოგადოებას. რაიმე შესთავაზონ გამოსავლის ნაცვლად, ამის ნაცვლად თავაზობენ რაღაცა სტატისტიკაზე აწყობილ ტყუილებს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის რაღაცა ყველაფერი მიდის სწორი მიმართულებით, როდესაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე, მათ შორის მათი მომხრეები, შეგიძლიათ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის გაუმჯობესებული მათ ქვეყანაში, მათთვის და ყველა გეტყვით, რომ რეალურად სიმართლე არის, რომ ვითარება დამძიმებული არის საქართველოს უკვლებლივ ყველა მოქალაქისთვის და ამის გადაფარვა ხდება ძალადობით, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია აღშფოთება რამ გამოიწვია, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველას გვესმის, რომ ყველაზე სასაცილო ამ ყველაფერში და კომიკური იცით რა არის, რომ აი ეს ხალხი თავგამოდებით რომ მონაწილეობს პაპუაშვილიდან დაწყებული, იმიტომ რომ თანამონაწილეა ცხადია ძალადობის ყველა ვინც იქ, ასე ვთქვათ, ამაში ამ პოლიტიკურ ძალადობაში მონაწილეობდა. აი იგივე ხალხი ხვალ კობახიძე რო გააგდოს ბიძინა ივანიშვილმა წიხლი ამოარტყას, როგორც ამოარტყა ყველა მის წინამორბედს და ზოგი ციხეში ჩასვა და ზოგი არ ვიცით საერთოდ სად არის, აი ესე რომ ამოარტყას წიხლი და გააგდოს პანგურით კობახიძე, როგორც ყველა მის წინამორბედი, იგივე ხალხი დაეწყობა და ეხლა უკვე კობახიძის წინააღმდეგ იქნება მზად, რომ ვიღაცას მუშტი დაარტყას და ცემოს, იმიტომ რომ არაფერს ასე ვთქვათ, არაფერს არ იცავენ ისინი, გარდა იმისა. და ასეთი ამ შინაარსის იყო გამოსვლა. ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, კარზე აჩვენონ, რომ მზად არიან, დიახ, მზად არიან პატრონის დასაცავად და ამ პატრონის დაცვა შეიძლება ამ წუთში იყოს კობახიძის დაცვა, ხვალ შეიძლება იყოს კობახიძისთვის წიხლის ჩაზელა და ამასაც გააკეთებენ და აი ეს ანომალიური პოლიტიკურს რო თავი დავანებოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად ანომალიური
კონსტიტუციის ჩარჩოდან გასული სისტემის გარდა ყველანაირი მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მათ შორის ჩვენი ღირებულებრივი შკალით, ხო, რაც გვაქვს ჩვენ როგორც საზოგადოებას, აბსოლუტურად ახინჯი მართვის სისტემა დაამყარა ივანიშვილმა დღეს საქართველოში. ერთი ნახეთ გუშინ. ქალბატონ სალომე, მე მინდა გკითხოთ რა შეიძლება იყოს ამის გაგრძელება, ან როგორ უნდა უპასუხოს პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, როგორ უპასუხებდა აი ამ მომხდარს, იმიტომ რომ რაკეღა ჩვენ ბევრი ვნახეთ დეპუტატებს ამ სითამამეს მათ შორის აძლევს იმუნიტეტი. და არ ვიცი ლაშა ტალახაძის შემთხვევაში მე მგონი პროფესიული ეთიკაც ითვალისწინებს, რომ საკუთარი ძალა, რომელიც არაპროპორციულია სხვა ადამიანთა შედარებით უნდა მოთოკო, მაგრამ ასევე არის იმუნიტეტი, რომლის გამოც ამ დრომდე არასდროს დამდგარა სამართლებრივი რეაგირება ქართული ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ. ახლა რა უნდა მოითხოვოს დაზარალებულმა თუნდაც, იმიტომ რომ სასწრაფო დახმარება დასჭირდა, ან ზოგადად მოთხოვნის გარეშეც როგორი უნდა იყოს რეაგირება თქვენი აზრით? ხო, მე ჩემს გეტყვით, რომ ნულოვანი რეაგირება იქნება, საერთოდ არანაირი რეაგირებას არ ველოდები ამ ხელისუფლებისგან, არავითარ საერთოდ, მაგრამ ახლა რა რეაგირება უნდა კონდეს დაზარალებულს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ხშირად მათ შორის წინა პარლამენტში ყოფილად მათგან დაზიანებული ადამიანები და დაზარალებული, მესმის, რომ სამართლებრივ დავის დაწყებას ამ ვითარებაში შეიძლება არ კონდეს მყისიერი რაიმე შედეგის ეფექტი ან მოლოდინი, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ სწორი არის, რომ რაც შეიძლება მეტად იქნას გამოყენებული, მათ შორის ეს ვერკეტი, თუნდაც იმისთვის, რომ დაფიქსირდეს ოფიციალურად, დაფიქსირდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის მოთხოვნის საკითხი სამართლებრივად, როდესაც ამისი დრო იქნება და ეს დრო აუცილებლად დადგება, პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას ცხადია უნდა დაეკისროს ყველანაირ ძალადობაზე. ეს პარლამენტში ჩადენილი ძალადობა იქნება, ქართველი ხალხის მოწამვლა იქნება, უცნობი ნივთიერები თუ სხვადასხვა, ჩვენ ამისთვის უნდა გარკვეული ჩემი აზრით შევქმნათ, ასე ვთქვათ, იურიდიული არხები და გზები, რომელსაც შესაბამის მომენტში ექნება აუცილებლად შედეგი, იმიტომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცხადია ამ ხალხს, თუმცა ეს არ მოხდება ამ ხელისუფლების პირობებში, ამაში დარწმუნებული. მადლობა.